როგორ მოქმედებს შიში, სტრესი, თავის ტვინის განვითარებაზე, ბავშვის განვითარებაზე? რატომ არის ბავშვი რომ ყველაფერს ეძებს, ყველაფერს ეხება, ყველაფერი უნდა გასინჯოს, ყველაფერი აინტერესებს? არ შეეხო, არ აიღო, არ გაიქცე, არ ადგე. ეს არ შეიძლება დაფიქრდით, აბა. ვითარდები ოღონდ თავდაცვითი მდგომარეობით ნაცვლად იმისა, რომ განვითარდე ლაღად თავისუფლად. ის რომ პირში ჩაიდო ჭუჭყი აინდა კუჭი აეშალა, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. დაშინებითი არსებობა არის ძალიან მძიმე განვითარებისთვის, იმიტომ რომ მუდამ ელოდები სულს, ხომ? არ შეჭამო თორემ ამ დროს ყალიბდება სწორედ გარანტირებული დაცვის ფენომენი, რომელიც გარანტირებს სრულფასოვან ანუ კეთილსაიმედო მიჯაჭვულობას. ტელეფონს აძლევს შობელი რომ განთავისუფლდეს ბავშვისგან. დავიცვათ ჩვენი შვილები და არა დავაშინოთ რაც. მოგესალმებით. როგორ მოქმედებს შიში, სტრესი, თავის ტვინის განვითარებაზე, ბავშვის განვითარებაზე? აი ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც დღეს ჩვენ ვისაუბრებთ. თქვენ უყურებთ და უსმენთ ჯანსაღ დიალოგს. მე ვარ ზურა ალხანიშვილი და სტუმრად ყავს ბავშვთა ნევროლოგი ბატონი ბაკურ კოდეტიშვილი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ბაკურ მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის, თქვენ მადლობა. ბატონო ბაკურ, მოდი დავიწყოთ იმით, რომ აი ეს რა არის ესეთი ბავშვობა, რატო არის ესეთი მნიშვნელოვანი და რატო ეძახიან ამას, როგორც რაღაცა ნეირონულ საძირკველს და რა ეტაპებს გადის ბავშვის ტვინი განვითარების აი ამ პროცესში. ანუ შეგვიძლია თუ არა გამოვყოთ რამდენიმე ეტაპი მაგალითად. თუ ეს პირობითი დაყოფაა. იცით რა არის, ხო, რა თქმა უნდა პირობითია დაყოფა, იმიტომ რომ ეს არ არის წვეტილი მდგომარეობა, ეს არის მუდმივი განვითარებადი მდგომარეობა, რომელიც ჯერ კიდე ჩასახვიდან, მუცლადყოფნის პერიოდიდან, სიკვდილამდე სულ გრძელდება. ოღონდ აბსოლუტურად სხვადასხვანაირი ფიზიოლოგიური და პათოფიზიოლოგიური მექანიზმებით. რა თქმა უნდა, ყველაფერი იწყება იმ უდიდესი მოვლენისგან, რასაც ქვია ჩასახვა და შემდგომში განვითარება, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ინსტინქტი ბიოლოგიაში, ეს არის გამლავრების ინსტინქტი. ორი ყველაზე ბიოლოგიურად ძირეული ინსტინქტი, ეს არის გადარჩენა და გამრავლება. ამას აკეთებს ნებისმიერი არსება, თუნდაც იყოს მცენარე, აღარ ვლაპარაკობ ძუძუმწოვარზე და უმაღლეს ძუძუმწოვრებზე. გამომდინარე აქედან, ნერვული სისტემის ერთ-ერთი უდიდესი ფუნქცია სწორედ არის სწორი შეგუება, ანუ გადარჩენისთვის სწორი ადაპტაცია, სწორი შეგუება და შემდგომში დასწავლა ქცევისა, რომ ისევ და ისევ მოვიხმაროთ აი ამ ყველაფრისთვის, პირველ რიგში გადარჩენისთვის, შემდგომ გამრავლებისთვის და გამრავლება შედის მერე ნამრავლის მოვლა და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან რთული პროცესებია, ამიტომ ეს არ შეიძლება იყოს წვეტილი. ეს მუდმივია, უბრალოდ ადამიანებმა გამოყვეს რაღაცა უპირატესობები, რა დროს როგორ ხდება. იცით ეხლა თუ ნეიროფიზიოლოგიურად შევხედავთ, ლაპარაკი იქნება ნეირონებისა და ტვინის ქსოვილის ფუნქციურ მომწიფებაზე და განვითარებაზე. თუ ვთქვათ ნეიროფსიქოლოგიური ასპექტით შევხედავთ, ლაპარაკი იქნება ბავშვის კომუნიკაციაზე და მეტყველებით უნარებზე. თუ შევხედავთ ფსიქოლოგიური ვარიანტით, ქცევის მოდელზე, სოციოლოგიური ვარიანტი და ასე შემდეგ, გააჩნია როგორ ამას რა კუთხით გვინდა წარმოვადგინოთ, მაგრამ საწყისი მაინც არის ნერვული სისტემის ემბრიოლოგიური, ანუ ჩანასახოვანი განვითარება, როდესაც დაახლოებით ჩასახვიდან მე-15-18 დღეზე იწყება ნერვული სისტემის განვითარება და ისე სწრაფად და ინტენსიურად მიმდინარეობს, რომ დაახლოებით 6 თვისთვის, მუცლადყოფნის 6 თვისთვის თავის ტვინი, როგორც ცენტრალური აპარატი, თავის ტვინი, ზურგის ტვინი და პერიფერიული ნერვები პრაქტიკულად ანატომიურ სტრუქტურულად სრულფასოვანია. უბრალოდ მე იწყება მათი ფუნქციური მომწიფება. ხომ? აქედან გამომდინარე 6 თვის ნაყოფის გადარჩენის შანსები არსებობს, მანამდე პრაქტიკულად ვერ, იმიტომ რომ საადაპტაციო მექანიზმები მაინც ტვინშია.
მიხდით? და მშობიარობისთვის, ანუ დაბადებისთვის თავის ტვინი საკმაოდ კარგად არის, ასე ვთქვათ, ორგანიზებული, რომ უკვე დამოუკიდებელი არსებობა შეძლოს. კერძოდ, სუნთქვა დამოუკიდებელია, ხო? გულისცემა, კუჭის მოქმედება და ასე შემდეგ. მანამდე ბევრად დამოკიდებული იყო დედაზე, მოგეხსენებათ, რომ ჭიპლარით ხდება უზრუნველყოფა ამ ყველაფრისა. ამიტომ აი ამ ნერვული სისტემის მომწიფების ხარისხს, შეფასებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ახალშობილობის პერიოდისთვის, ასევე შემდგომი ბავშვის განვითარებისთვის. ძალიან ძნელი ამ სიტყვის თქვა მედიცინაში სრული პროგნოზირება არ არსებობს ეგეთ რაღაცა მით უმეტეს განვითარებისა. რამე თუ აი პირველი როგორც გითხარით 6 თვიდან დაახლოებით წელიწადნახევრად 2 წლამდე, 3 წლამდე ზოგადად რო თქვა უხეშად ძალიან ინტენსიური განვითარება მიდის თავის ტვინისა, რომელიც მთელი ცოცხლის მანძილზე ასეთი ინტენსივობით აღარ გრძელდება, იმიტომ რომ ესეც ბიოლოგიამ სწორად ასე თქვა ჩამოაყალიბა, იმიტომ რომ დასწავლის ყველაზე აქტიური პერიოდი არის სწორედ ეს. მიხდით, ამიტომ საბაზისო ქცევის მოდელებს სწავლობთ ზუსტად ამ პერიოდში, მერე უბრალოდ ამ მოდელებს ვუმატებთ, ვასწორებთ, ვაუნჯობესებთ, ან პირიქით ვაკლებთ კიდევაც, იმიტომ რომ არსებობს ეგრეთ წოდებული ნეირონული აპოპტოზის ფენომენი, ანუ როდესაც უამრავი ნეირონული, ანუ უჯრედული ბმების საჭიროება აღარ არის და ის ხდება ეგრეთ წოდებული, ესეთ ხუმრობით რო თქვა გასხლა, ხო? ანუ ზედმეტი არ ჭირდება, ან უნდა მოიხმაროს, ან უნდა მოიცილოს, ეს ასე თქვა დებულება, ხო? ამიტომ პირველი აი ამ 3 წლის განმავლობაში წეღან თქვენი კითხვას უბრუნდები, ერთ-ერთ ასე ვთქვათ კრიტიკულ პერიოდად ითვლება, თუმცა ეს ძალიან ფარდობითია, იმიტომ რომ ასევე ძალიან კრიტიკულია ის წეღან რაც გითხარით მუცლავტოფნის პერიოდში, ძალიან კრიტიკულია მშობიარობის პერიოდი და პოსტნატალური ამ მშობიარობის შემდგომი, ასე ვთქვათ ზედმეტად და ნაკლებად და მეტად კრიტიკულები არ არის, იმიტომ იმის ამიხედავთ თუ როგორ მიდის განვითარება, გამიგეთ? თუ ეს ასე ვთქვათ პირამიდა ლამაზად ეწყობა ერთმანეთზე, პრაქტიკულად მერე მშენებლობა ძალიან კარგად მიდის. კი ბატონო. ბატონო ბაკურა, ეს ახლა ეს გასხლის ნაწილი რო ახსენეთ. ანუ თუ სწორად გავიგე, ამ 3 წლამდე ასაკის პერიოდისთვის, ანუ ეს დატვირთულია, ბევრი გვაქვს და მერე იღებს გადაწყვეტილებას ის კონკრეტული ორგანიზმი, რომ აი ეს რაღაცები არ ჭირდება. ამ პროცესში შეიძლება რომ ისე მოხდეს, რომ რაც საჭირო იყო, ისიც გაისხლა, იმიტომ რომ მაგალითად რაღაცა გარემო ფაქტორების ზეგავლენის გამო გადაწყვიტა თავის თვითმა რომ ეს არ არის საჭირო და რაღაც განვითარების შეფერხება bis გამო არ რაღაცა ესეთი. დიახ, კი ბატონო, აი სწორია თქვენი კითხვა იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლებელია ძალიან ხუმრობით რო თქვა, რა ვას სხლავ ან რაღაც ხეხილს და ზედმეტი მოაჭერი. ან პირიქით დატოვე ზედმეტი, ხო? ახლა ხუმრობით რა თქმა უნდა ეს ძალიან ისეთი ხო, ალეგორიული ვარიანტია. ამიტომ კარგმა აგრონომმა იცის რამდენი დატოვოს, რამდენი მოაჭრას და ასე შემდეგ, რომ მიიღოს შედეგი კარგად. სწორედ ბუნებაც ასე აკეთებს, მან იცის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს გენების დონეზეა ჩადებული და ნეირონები, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება და ნეირონებს კავშირზე დამოკიდებულია ფუნქციის სინატიფე. რაც უფრო მეტი ნეირონი ერთმანეთთან კავშირში, ფუნქცია უფრო ნატიფია. რაც უფრო ფუნქცია არის უხეში, ნაკლები ნეირონული ქსელი ამაში ჩართული. შესაბამისად, აი ამ პირველი 3 წლის განმავლობაში, როდესაც ადამიანის პირმშო, სხვათა შორის ძუძუმწოვრებსაც ეხება უყოლას, მაქსიმალურად ითვისებს გარემოს. მას ჭირდება უამრავი ფუნქციური კავშირები, მიხდით, რომ ეს ყველაფერი მაქსიმალურად აითვისოს. აი რატომ არის ბავშვი რომ ყველაფერს ეძებს, ყველაფერს ეხება, ყველაფერი უნდა გასინჯოს, ყველაფერი აინტერესებს. ეს ხო ყველამ ჩვენ გავიარეთ, მე ეს თქვენ და სულამაც. იმიტომ რომ სწორედ ამით სწავლობ თლიან სამყარო, თლიანობაში. შემდგომში უკვე
უამრავი რაღაცები, რომელიც აღარ არის საჭირო, როგორ გითხრათ, დაზუსტებული ქცევისთვის და არა დიფუზური ქცევისთვის, რა თქმა უნდა, ის ნეირონული კავშირები, რომელიც არ მჭირდება, თანდათანობით სუსტდება და ბოლოს ქრება, იმიტომ რომ ეს ძალიან კარგია ორგანიზმისთვის, ამას ქვია ეგრეთ წოდებული ენერგოდაზოგვითი მდგომარეობა, იმიტომ რომ თითოეულ ამ ნეირონში ნივთიერებათა ცვლა არის, ელექტრული ველია, მაგნიტური ველია, მთელი უამრავი ბიოქიმიური ცვლა ტყუილა რატო დახარჯოს ორგანიზმმა, ამიტომ აბსოლუტურად სწორია. თუმცა არსებობს თეორიები, როდესაც რაღაც დაავადებების დროს თქვენი კითხვისა არ იყოს ზედმეტია გასხლა, ამ პირიქით ბევრი რჩება, ხო? ლაბარაკია ისეთ მდგომარეობებზე, რომელიც საკმაოდ ცნობილია საზოგადოების, ეს არის ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიურობის სინდრომი, აუტიზმი, აუტისტური სპექტრი და შიზოფრენია. თუმცა მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ დაზუსტებით გითხრათ ამის შესახებ, ვარაუდები ამისა და მე არ მაქვს ინფორმაცია. სფეროა, სადაც ხო, ძირითადად ეხა კვლევების ეტაპზე ვართ უყურებთ. რა თქმა უნდა, ვარაუდებია, მოსაზრებები ახლა რამდენად დასაბუთება, ალბათ ეს უფრო ნეიროფიზიოლოგების პრეროგატივაა და მათ უფრო სიღრმისეულად ეცოდინებათ. და ბატონ ბაკურ, აი ამ თქვენ ახსენეთ ეს გენეტიკური სარჩულის, ხო და გენეტიკის როლი აი ამ პროცესში რამდენია და ეპიგენეტიკის და რომ შეიძლება რომ ეხა ეპიგენეტიკური ფაქტორები ამ შემთხვევაში წონიდეს უფრო თავისი მნიშვნელობით, აი ამ განვითარების ამ ეტაპზე? იცით რა არის, რაც ვთქვათ ადამიანის მოდგმა არსებობს, ეს ყოველთვის ერთი პოლემიკა ასე იყო, ხო? კვიცი გვარზე ხტისო, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესეო და ასე შემდეგ მომეცი ამას და მე ამას ვიზავ. რეალურად ეხლა მანამდე სიტყვა გენეტიკა არც იყო ასეთ ფორმულირებული, მაგრამ იგივესთან მივდივართ, იმიტომ რომ კვიცი გვარზე ხტის, ესე იგი ჩემი წინაპრების გენები არის ჩემში, ხო, თავისთავად ეგრე იქნება. რა თქმა უნდა, ამ გენების ექსპრესიას, ანუ მათი გამოხატვისა, მასი ჩართვისა, ამას ყველაფერს ხო თავისი დრო აქვს, იმიტომ რომ ეს საბოლოო ჯამში განსაზღვრავს მომწიფებასაც, განვითარებასაც, თუნდაც ფიზიკურ, თუნდაც მენტალურ, თუნდაც სოციალურ და შესაბამისად გარემო, სადაც მერე იზრდება ხო, ბავშვი. აი ამ გენეტიკური მოცემულობით მასაც ხო ჭირდება განვითარება, ნებისმიერ რაღაც ფუნქციას ჭირდება განვითარება, ხო? რაც არ უნდა კარგი კუნთი ქონდეს თავისი ბიოქიმიით და თავისი ანატომიური სტრუქტურები, თუ კუნთმა არ იმუშავა, კუნთის განვითარება თანდათანობით შემცირდება, ატროფია ქვია მას, ხო? აი ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, სადაც იზრდება ბავშვი და ეგრეთ წოდებული სოციალური ზეწოლები და სტერეოტიპები, რომელიც ძალიან აი ფართოდ არის გავრცელებული. მიუხედავად იმისა, რომ 21 საუკუნეში ვართ, შეიძლება ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-15 საუკუნეშიც იგივენაირად ექცეოდნენ, არავინ არ ვიცის, შეიძლება პირიქით უკეთესად ექცეოდნენ ბავშვებს, ვიდრე ხო, რას გულისხმობთ მაგალითებიც რო თქვა? ზეწოლები, აკრძალვები. წეგან რა გითხარით, როგორ ვითარდება ნეირონული ქსელი? აი ამას რო შეეხო, ამ შეხებით, ხომ? მივიდა ინფორმაცია თავის ტვინში და თავის ტვინმა ჩამოაყალიბა სულ ახალი, რომელიც მანამდე არ იყო. წარმოიდგინეთ, არ შეეხო, არ აიღო, არ გაიქცე, არ ადგე ეს არ შეიძლება დაფიქრდით, აბა. საბოლოო ჯამში ახლა იმ თვალსაზრისით, რადგან გესაუბრებთ, ხდება, რომ აი ამ ნეირონული ქსელის განვითარების დაბლოკვა ხდება. ვაფერხებთ. ის მაინც ვითარდება. ყველა ვარიანტი შეუღონდა ძალიან როგორც რთულად და მძიმედ, ვიდრე საღად და თავისუფლად. ძალიან ხშირად რაღაცა დაჟისა თუ აკრძალვის მიზნით რაღაცა თქვენი ქცევა აუკრძალავთ. ყველა ვარიანტში ცდილობდით, რომ ის ქცევა
შეგესრულებინათ. თავისთავად. თავისთავად. უფრო დახვეწილი სტრატეგიები გამომეყენებინა ამისთვის. ოღონდ არჯობდა არა, ის სტრატეგია იყო დაჟის არიდების. დაჟის არიდებისთვის. რატო დაჟის, როცა თავისუფლად შეიძლება ეს გავაკეთო? მივხვდით ხო რას გეტყვით? იმიტომ რომ იმ დაჟის არიდებაშიც იქვე იდება არსებობს ესეთი ნივთიერებები, ნეიროტრანსმიტერები, რომელიც თავის ტვინის ბიოქიმიას განაგებენ ძირითადად და არსებობს როგორც ესეთი კეთილგანწყობის სიამოვნების მოსვენების, ასევე არსებობს დაძაბვის, შფოთვის, თავდაცვის ნეიროტრანსმიტერები. ესე იგი, ვითარდები ოღონდ თავდაცვითი მდგომარეობით ნაცვლად იმისა, რომ განვითარდე ლაღად თავისუფლად ხო? მე მგონი ესე არ ჯობია რაღაც. მე მგონი კიდე ბევრი გვაქვს ხოლმე სასაუბრო ჩვენ ბავშვთა ადრეული განვითარების როლზე, იმიტომ რომ რაღაც ცოტა პრობლემები გვაქვს მე მგონი ამ მიმართულებით. იცით როგორ არის ძალიან ხშირად უფიქრდები ეგეთ რაღაცას. ის აგრძალვები, ის არდაშვებები, ის რაღაც ზეწოლები, რომელმიც გაიარა თითქმის ყველა ბავშვმა შემდგომში მშობლობისას, ანუ თვითონ რომ მშობელი ხდება, ძალიან კაზუის, საოცრეო, მაგრამ ზუსტად იქ სიმეორებს. ხო, იმიტომ რომ ხო პატერნია იმ თავისი ხო, მაგრამ რო მეკითხები, შენ ხო არ მოგწონდა ეს? კი, არ მომწონდა. მე ჩემ თავს კი არ ვამართლებ. ძალიან ბევრი შეცდომა ჩემ შვილებთან გაკეთებული, იმიტომ რომ ეს ასე არის, მაგრამ მე რო დაუფიქრდებით მიხდით კითხვის ნიშნავს დავსვავთ, მიხვდებით რომ რატო არის ეს, ვინ დაადგინა? არავინ. უბრალოდ მარტივია, იმიტომ რომ ეს არის ყველა მშობლისა და უფროსი ადამიანის კომფორტის ზონა. იმიტომ რომ თავისუფალი ადამიანი მუდამ ძიებაშია. ხანსად შეძვრება, ხანსად გაიქცევა, ხან რაზე აძვრება, ხანსად შეყობს თიც. გამომდინარე აქედან არსებობს გარკვეული საშიშროებები, ამ მუდმივი ძებნის დროს, მიხვდით? ამიტომ საშიშროებაზე მე უნდა შევწუხდე ისევ. ხო? თქვათ იტკინა, ამიტომ მე მას ფარგლავ, ასე ვთქვათ, დავრჩე კომფორტის ზონაში. მე დავრჩე კომფორტის ზონაში, დაჯექი აქ და არიდვინო არსად. ხო? მიხვდით ხო? შეიძლება რომ ამ პროცესებს რეალურად ჩვენ რეალურად ნამდვილად ესეა. ის როგორც გითხარით, მაინც ვითარდება, მაგრამ წვალებით, კარგი სიტყვა იყო, წვალებით, რთულად კი არა, წვალებით, მართა რატო ვიწვალოთ, როცა შეიძლება გემრიელად ჭამოთ, უგემურით, რატო უნდა დავიწყოთ, ვერ ხვდები. კი ბატონო ბაკურე, ხა თქვენ რასაც ამბობთ, ანუ აქ არის საქმე ესე, რომ ამ ბავშვთა ადრეულ განვითარებაში, ჩვილობის ასაკიდან, როცა სენსორული ნაწილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, და ჩვენ ვიცით, რომ ბავშვები მართლა ყველაფერს პირში იდებენ და ასე შემდეგ, რეალურად გავლენას ახდენს შემდგომში უკვე კოგნიტური უნარების შემოქმედებითობაზე და ასე შემდეგ ამ უნარების ვხედავთ, ხო, ჩვენ ამის შედეგს ვხედავთ, მე უკვე ასე. რა თქმა უნდა. სწორად გავიგე. რა თქმა უნდა. კი ბატონო. კიდე ერთი საკითხი, რომელსაც მინდა. ოდიში, საქმე რა გახლავთ, იცით? უყურეთ როგორ არის. სისტემა არის აწყობილი ასე. მე თუ არ შევიგრძენი, უკვე პასუხი არ ექნება. ანუ რეცეფცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ წეღა როგორ თქვი თქვენ სენსორული აღქმა. ანუ თუ არ მოვკიდე ამას ხელი და არ აღვიქვი, ხო? ეს მე ვერანაირად ვერ გავაკეთებ ამაზე ქმედებას. ანუ პირველადი არის აღქმა, რეცეფცია, მიმღებლობა, რომელიც წეღა როგორც გითხარით პირველი 3 წლის განმავლობაში არის ისეთი ინტენსივობით, ხო? რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში აღარ არის, იმიტომ რომ ამით ვიმახსოვრებთ, ძალიან ბევრჯერ მithქვამს, რომ ნებისმიერმა მოზრდილმა იცის მიწის გემო. თუმცა მე არ მგონია ნორმალურ ადამიანო ეხლა ყოველ დილით საუზმეზე მიწა ჭამოს, მაგრამ მიწის გემო ვიცით, იმიტომ რომ ერთხელ დავიმახსოვრეთ, ხო? ერთხელ აუცილებლად მოხვდა პირში, თუნდაც გასინჯვის მიზნით, თუნდაც აქცეულზე, ხო? აუცილებლად მოხდება და ამას ვიმახსოვრეთ და ეს რჩება მე რეგონებაში. ხო? შესაბამისად, ამ წეღან თქვენ რასაც შეეხეთ რა, სამყაროს თლიანობაში აღქმას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მე ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. და არა იძულებით გარედან
ნათქვამით და გარედან დანახულით და გარედან ზეწოლით რომ და ეს ჭიქა ის გაიგებს რომ ჭიქა, იმიტომ რომ სიტყვა ჭიქა ჩვენ შევთანხმდით რომ ამას ჭიქა ქვია. ეს მოზილებენ შევთანხმდით. თუმცა რა ფორმა აქვს, როგორია, რისთვის არის, ეს ყველაფერი უნდა მან თვითონ შეიგრძნოს. დაიმახსოვროს, რა თქმა უნდა და მე რა თქმა უნდა ჭიქა გამოიყანოს ჭიქად და არა ბურთად. არა, შეგიძლია ბურთათაც გამოიყენო, მაგრამ შედეგი იქნება ძალიან არასწორი, ხო? ხო, რამდენჯერ ბავშვობაში ფეხი წაგვირტყია რაღაც საგანისთვის, რომ გაგორებულიყო. თუმცა, ხა ეგეც იბატონო გააკეთე არაფერი ცუდი მაგაში არა იბატონო ბარემ აქ ერთი ხშირად ასმული შეკითხვა რაც არის ხოლმე რომ აი ყველაფერს პირში რატო იდებენ ბავშვები აი ეს რა პროცესი არის აუცილებლად უნდა ჩაიდოს იმიტომ რომ უყურეთ როგორ არის ხუთი გზნობის ორგანო გვაქვს უფრო სწორად რეცეფციის ფორმები ანუ აღქმისა ეს არის ხედულობა ეს არის ყნოსვა ეს არის გემო და არა გემოვნება, სმენა და ტაქტილური შეხება. აი ეს ყველაფერი მიდის თავის ტვინის ერთ-ერთ ნაწილში, შუა ტვინში, საიდანაც მეორე ნაწილდება ტვინის ქერქში და უამრავ სხვადასხვა, ასე თქვა, სისტემებში, რომელიც მთლიანობაში ქმნის მთლიანობის აღქმას. აი ამ წუთას თქვენ ხედავთ კიდევაც, გესმით კიდევაც, ეხებით კიდევაც, სუნსაც გზნობდა, რა თქმა უნდა, ხო? აღიქვა მთლიანობაში რაღაც გარემოს. ერთ-ერთი აუცილებელი პირობა და გაცილებით უფრო საბაზისოდ ძირეული ვინმე მხედველობა და სმენა ეს არის გემო. იმიტომ რომ ამათ ძალიან დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გადარჩენისთვის. ხო? სამწუხარო, მაგრამ სმენა დაქვეითებული ხალხი არსებობს, ნუ მძიმე დაქვეითებული ყრუქვია მხედველობა დაქვეითებული ბრმა, თუმცა არსებობენ ესენი. ვერც ერთი ადამიანი ვერ იარსებებს გემოს გარეშე, იმიტომ რომ შევჭამთ. ასე ვთქვათ, უგემურს, ესეთი ხუმრობითი გაგებით, რომელმაც შეიძლება ძალიან დიდი ზიანი კი არა, ნუ დაგუპოს კიდევაც, ხო? გემოსთან ერთად არის ზუსტად ერთად არის ყნოსვა. მიხვდით ხო, რას გემოს? გამომდინარე, აქედან ბავშვმა აუცილებლად უნდა აღიქვას მთელი მისი სივრცე, გარემო, გემოთიც, როგორც დანარჩენი წეღარ რად გითხარით. ის რომ პირში ჩაიდო ჭუჭყიანი და კუჭი აეშალა, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. იმიტომ რომ არანაირად კუჭის ასვლა პირში ჩადებით არ ხდება, იქ არის ნერწყვი, ლიზოციმი, მთელი ამბები, მერე კუჭის წვენი, რაღაცა რომელსაც უამრავი დაცვის სისტემა აქვს და პირდაპირ პირის ღრუში არის უზარმაზარი ლიმფური კალიბჭე, რომელსაც ნუ ტონზილები ქვია, ხო? მარტო ის კი არა, რაც ვიცი, ტონზილები იქ უზარმაზარი რგოლებია, ლიმფური, რომელიც პირველი ბარიერია ინფექციისა. მიხვდით? შესაბამისად ის რომ პირში ეს არის დაშინება კიდევ და აი წეღანოთ საუბრობდით განვითარების ფენომენი დაშინებითი არსებობა არის ძალიან მძიმე განვითარებისთვის, იმიტომ რომ მუდამ ელოდები ცუდს, ხომ? არ შეჭამო თორემ გახსოვთ წეღან როგორ თქვი არ გაიქცე თორემ რითი სრულდება? წაქცევით. რატომ კაცო ვინც დარბის ყველა იქცევა? ხო? გამიგეთ, შესაბამისად ყალიბდება ეგრეთ წოდებული შფოთვითი დამოკიდებულება სოციუმისადმი, გარემოსადმი, სამყაროსადმი, რომ ვაიმე ეს არ დამემართოს და რატომ უნდა დაგემართოს? ამას არავინ არ იძახის. მიხვდით? შესაბამისად ეს მომენტი, რომელიც ვითომ როგორ გითხრათ, ამაგია ზრუნვა საბოლოო ჯამში ძალიან უარყოფითად და ნეგატიურად მოქმედებს, ხო? რა თქმა უნდა, პირშო უნდა დავიცვათ, რა თქმა უნდა, ბავშვი უნდა დავიცვათ, მაგრამ არა აკრძალვით და დაშინებით, არამედ ისევე როგორც იცავს ამას ნებისმიერი არსება თავის პირშოს იცავს კაცო. თუ არის საშიშროება, მაშინ ვიცავ, მაგრამ არ ვაშინებ. სულ განსხვავდება ერთმანეთისგან.
ხო, თავისთავად. ხო, შის დაშინებაზე და შის უფრო მეტი მინდა რომ ვისაუბროთ, მაგრამ სანამ მაგაზე გადავალთ, კიდე აი ეს მიჯაჭვულობის ნაწილზე მინდა რომ კითხოთ, ხო, რომ აი ბავშვის ემოციური რეგულაციის ეს ცენტრის ჩამოყალიბების პროცესში რამდენად არის ეს მნიშვნელოვანი, რა შეიძლება რომ გავითვალისწინოთ, აი პრაქტიკაში როგორ უნდა გადავიტანოთ ახლა ეს, რომ ეს მიჯაჭვულობის ნეირობიოლოგიას რო ეძახიან, ხო, რომ სწორად ხდებოდეს განვითარება. რა გავაკეთოთ? კი ბატონო, კარგი კითხვაა ძალიან, უყურეთ როგორ არის. გახსოვთ დასაწყისში ჩვენ თქვით, რომ უმთავრესი ინსტინქტი ეს არის გადარჩენის ინსტინქტი. გადარჩენისთვის ნებისმიერი არსება ეძებს დაცულ გარემოს, სადაც იქნება დაცული. ნუ სხვადასხვა ორგანიზმისთვის, სხვადასხვა არსებისთვის, სხვადასხვა დაცულობის ფენომენი. ბავშვიც ასევე როგორც კი იბადება, მან არის ის არც თავის სახელი, არც დედამისის, არც გვარი, არც წარმოშობის ადგილი, იმიტომ რომ მისთვის ეს არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს. თავარია გადარჩეს, იმიტომ რომ გახსოვთ წეღანაც ვახსენეთ. მანამდე იყო დედის კმაყოფაზე, ასე ვთქვა და უცებ იწყება საკმაოდ დიდი სტრესი, ეს არის გარემოში ადაპტირება და დამოუკიდებლობა, თუნდაც ჩასუნთქვეს ხო დამოუკიდებლობა, რომელიც მთელი 100 წელი მერე უნდა ასე ატაროს ეს ინსტინქტია, ხო ეს? და შესაბამისად გადარჩენისთვის აუცილებელია კვება. კვების უნიკალური ფენომენი ამ შემთხვევაში ადამიანთან, ძუძუმწოვრებთან საერთოდ ადამიანთან, ეს არის დედა. ძალიან მარტივია, ამიტომ დედაში დავიბადე, დედასგან დავიბადე და დედამ გააგრძელა მერე ჩემზე ზრუნვა. უმარტივესი რაღაცა. ვითომ უმარტივესი, მაგრამ ურთულესი თვალსაზრისით, რომ ამ დროს ყალიბდება სწორედ გარანტირებული დაცვის ფენომენი, რომელიც გარანტირებს სრულფასოვან, ანუ კეთილსაიმედო მიჯაჭვულობას. ხო? შემდგომში ამ კეთილსაიმედო მიჯაჭვულობაზე, ანუ სრულფასოვან მიჯაჭვულობაზე, რამე თუ ამავე დროს ყალიბდება ნდობა, ეს არის უმთავრესი სოციალური ქცევისთვის აუცილებელი ფენომენი. შემდგომში ამაზე ემატება უკვე სოციალური კავშირების თავისუფალი ფორმა. თუმცა როგორც კი ხდება რაღაც დარღვევები მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებაში, 4 ტიპის არის მიჯაჭვულობა, შესაბამისად მე ყალიბდება სოციალური ქცევის ისეთი ფენომენები, როგორც არის შიში, სოციალური ქცევის ეჭვი, ნდობა, უნდობლობა და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, პირველივე ეტაპებიდან დედასთან ურთიერთობა, ანუ დაცულობის აღქმა, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფენომენი, იმიტომ რომ ჩვენ ნებისმიერ ჩვენ ქცევას საფუძვლად უდევს დაცულობა და უცველობის აღქმა. მიხდით? წარმოუდგენელია ზურა ჩვენ ეხლა ვთქვათ სადილობდეთ და უცებ დაიწყოს მიწისძვრა და გავაგზელოთ. ხო, უნდა გადავრჩეთ. ხო მასია რა. წარმოუდგენელია გეძინებოდეს და გამოგეკიდოს, ნუ ხუმრობით ლომი და უთხრა 1 წუთით გაჩერდით მადრახანით. წაუძინებ და მე გავაგზავნოთ. მიხდით ხო? ანუ დაცულობა და უცველობაზე სხვა შორის თუ დავფიქრდებით, ძალიან კარგად გვერგება იგივე სადილი, სადაც ვართ დაცულ მდგომარეობაში, დაცულ მეგობრებთან არის, ოჯახის წევრებთან, მიხდით ხო? და ყოველთვის ხართ ხოლმე დაძაბული უცხო ნადიმზე, სხვანაირად ხართ იქ. თავისთავად ეგრეა ხო? უცხო გარემოში და საკუთარ გარემოში არის დაცულობა და უცველობა. ამიტომ ეს ფენომენი ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, საყრდენია, ფუნდამენტია მე სოციალური ქცევის სწორი ფორმების ჩამოყალიბების. ჩვენ რამე შეგვიძლია რომ გავითვალისწინოთ აი ამ პროცესში, რომ ეს მიჯაჭვულობა სწორად ყალიბდებოდეს, სწორად გრძელდებოდეს, რომ შემდგომში რაღაცა ცოტა ესეთი ტოქსიკური ფორმები არ მიიღოს, ან არ დავსტრესოთ ბავშვი. იცით როგორ არის უმარტივესი, ეს არის დედა-შვილის ურთიერთობა. უმარტივესია, იმიტომ რომ ეს ინსტინქტებზე აწყობილი. სამწუხაროდ სოციუმი ძალიან ერევა ამაში, განსაკუთრებით უფროსი თაობა, რომელმაც ასე წარმოუდგენია, რომ მან იცის, რადგან უფროსია, მან იცის, სინამდვილეში ინსტინქტს ცოდნა არ ჭირდება. ხო? არც ერთი თევზე არ სწავლობს ცურვას, ცურავს უბრალოდ რა, ხო? ძუძუმწოვრობა ინსტინქტია და ძალიან მარტივია, არაფერი არ უნდა, ისე კარგად
აწყო. უბრალოდ იწყება ზეწოლა და მე არის ესეთი კიდევ მითვისების ფენომენი. ჩემია. ხო? მიხდით, ამ ჩემიაში იმას არავინ არ ეკითხება, იმას უნდა შენთან ყოფნა თუ არა, იმას უნდა მარტო დედასთან ყოფნა, მეტი არავის, იმიტომ რომ დაცულო არის მხოლოდ და მხოლოდ დედასთან. ხო? შესაბამისად, დედეს და ბავშვის ურთიერთობა თუნდაც კვებიცი, თუნდაც მუდმივი ვერბალური, თუნდაც მუდმივი ქცევითი, ანუ თამაშითი და ასევე ძილის უზრუნველყოფა, იმიტომ რომ დედასთან ძილი არის გარანტირებული ძილი. ძილში ყველაზე დაუცველები ვართ, ამიტომ ნებისმიერი ფორმით ძილს ისეთ ადგილას მოვახერხებთ, სადაც მეტად ვიქნებით დაცულები და იმისთვის ეს მეტად და ნაკლებად არ არსებობს, იმისთვის არსებობს მარტო დედა. დედასთან არის აბსოლუტურად გარანტირებული. გამიგეთ, აი ძირითადი 5 ფენომენი, რაც ჭირდება ახალშობილს და ჩვილს, ეს არის კვება, ხო? ნუ აუცილებლად კვებასთან ერთად ის როგორ გითხრათ, რიტმი უნდა შესრულდეს, ანუ აივსო დაიცალა, ანუ კუჩი გადის. აუცილებლად. აკეთებს რიტმულ მოძრაობებს, მათ შორის სუნთქვისა და კლაპის კოორდინაციას, ეს ურთულესი რამეა, ურთულესი, ძალიან ხშირად ქონია რაღაცა ძირითადად ემოციებზე ხდება ხოლმე, როგორც კი მკვეთრი ემოცია, შეიძლება ჭამის დროს გადაგცდეს. მათ დროს ირღვევა. ნუ არსებობს კიდევ მდგომარეობები, როდესაც სხვა რაღაცა ფენომენებით არის დარღვეული ეს და ძალიან ხშირია ხოლმე ამ გადაცდენების ფენომენები და ახალშობილებში და ეს ძალიან რთული კოორდინაცია ყლაპას სუნთქვის, იმიტომ რომ ჩვენ თან ყლაპავთ, თან სუნთქავთ. აბა წარმოიდგინეთ ორივე ერთად შევასრულოთ. ელემენტარულად ხო დავრჩობით, ხო? გარდა მაგისა, ტემპერატურული რეჟიმი, რომელიც არაფერი არ ჭირდება ბავშვს, იმიტომ რომ დედის კერთან არის და არის ძალიან კარგად შემოფარგლული და დაცული. მიხდით? და რაც თავარია, იღვიძებს, იმიტომ რომ ჭამოს და ჭამის დროს იძინებს. ანუ მთლიანობაში მისი მოთხოვნები აბსოლუტურად აი უმარტივესად კმაყოფილდება, სხვას არაფერს არ ითხოვს. უნდა შევეცადოთ, რომ ამ პროცესში ხელი არ შეუშალოს. ხელი არ შეუშალოს. არც ბავშვს, არც დედას. თავისთავად. კი ბატონო, აი ხა ჩვენ რამდენჯერ მევახსენეთ აი ეს სტრესი, გარემო ფაქტორები, რომლებიც შეიძლება მაღზის პროცესთან იყოს დაკავშირებული. ეს ყველაფერი ხო აი ჰიპოკამპუსის განვითარებაზე ახდენს გავლენას. და ამან ხო შეიძლება რომ შემდგომში ჩვენ აი მეხსიერების თვალსაზრისით შედეგები გამოიწვიოს. ეს ლინკი შეგვიძლია რომ ასე ავაწყოთ, თქვათ? ნუ კი ბატონო, მაგრამ ცოტა პატარა კორექციით რა. მეხსიერების ბლოკები შედგება შემდეგი ნაწილისგან. პირველი არის სენსორული ინფორმაცია, ანუ სენსორული მეხსიერება, ხო? მეორე არის მუშა მეხსიერება და მესამე არის ხანგრძლივი მეხსიერება. მუშა, ანუ ოპერანტული მეხსიერება. აი ამ წუთას ეხლა რასაც ვაკეთებ, ჩვენი მუშა მეხსიერება, ხო? მაგრამ რაღაცები რაც გითხარით, ეს იყო ჩემი ღრმა მეხსიერებიდან, იმიტომ რომ ის მე თუ არ მახსოვდა, ვერ გეტყოდით. ხომესია. თუმცა საწყისი იყო გამეგო თქვენ რამ კითხეთ და გამეფილტრა ის სენსორიკა, რომელიც ამ წუთასაც ისმის რაღაცა ხმა, ხომ, რაღაცა შეგრძნებები, მაგრამ ის ფილტრავთ, ამიტომ კონცენტრირებას ვაკეთებ თქვენზე, ან თქვენ სიტყვებზე, ან თქვენ მოძრაობაზე, არ აქვს მნიშვნელობა და მე ამ მიღებული, ანუ მუშა მეხსიერებიდან კიდევ ფილტრავ. რა დავიმახსოვრო, ხო? იმიტომ რომ ამ წუთას ბატონი ზურაბი იჯდა მარცხენა ხელი ზემოთ, მარჯვენათი ქვემოთ. კი ხედავ ამას, მაგრამ ამას არ დავიმახსოვრებ, იმიტომ რომ ეს არაფერში ამჭირდება მე შემდგომი ისევე როგორც თქვენ ხედავთ რაღაცას და ნუ აღმიხვავთ, მაგრამ ამას არ დაიმახსოვრეთ, ხო? მიკროფონით ვიჯექი თუ არა, ამას სამუდამოდ არ დავიმახსოვრე, თუმცა ამ წუთას ჭირდება ეს, გამიგეთ. რაც შეეხება ჰიპოკამპს, ხო? ეს არის საფეთქლის ცილის ერთ-ერთი ნაწილი, სადაც სწორედ წარმოებს მუშა მეხსიერებითი ანალიზი. და ხა მარტო მან არ არის, მაგრამ ძირითადად, ხო? გამომდინარე აქედან ნახეთ წეღა რაც ვახსენეთ, იმ პირველი 3 წლის განმავლობაში ძირითადად მუშა მეხსიერება მუშაობს და იქიდან მე იფილტრება რომ მე გადავიდეს სამუდამო მიხდით ხომ, იმიტომ რომ იმ წუთიერი ოპერანტული რატო ქვია
იმ წუთიერი მეხსიერება არის მუშა მეხსიერება. ხო? მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ისეთ როგორ არის განვავითაროთ ეს მუშა მეხსიერება, ანუ მივცეთ მას, რომ მქონდეს სრულფასოვანი რეცეფცია, ანუ აღქმა, დოგმებით ვეუბნებით, რომ ეს ესეა. შესაბამისად, ეს კავშირები აღარ ვითარდება, იმიტომ რომ დოგმის მიღება ძალიან ძნელია. მოგწონთ თქვენ რომ გეუბნებიან რომ ეს ესეა. ხო, მე მგონი არავის არ მოწონს, ბავშვს მით უმეტეს, მიხვდით ხო? რაც გამოვიდეთ, ამიტომ იწყება გარკვეული რიგი რაღაცა პროტესტული რაღაც რეაქციები, რაღაცები, რომ ეს ესეა. გამიგეთ? ჯობია თვითონ მიაკვლიოს რაღაცაც, უბრალოდ ამ კვლევაძიებაში ჩვენ თან ვახდეთ, რომ დავიცვათ რაღაცა შესაძლო რაღაც მომარაგდეთ, რაღაც საფრთხისგან და არა დავაშინოთ და არა აუგზავნოთ. ეს იქნება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. და ამასაც განევითარებს და შემდგომშიც არ გვექნება რაღაცა ტიპის პრობლემები უკვე თუ მისი გონებრივი აქტივობა, მისი მენტალური პროცესები, მისი თავის ტვინის ნეიროფიზიოლოგია ნორმალურად მიდის, ის ძალიან მარტივად გაარჩევს თეთრს და შავს. რომელია კარგი, რომელიც ცუდი, ძალიან მარტივია. კი ბატონო. და ის სარკისებრი ნეირონების შესახებაც რო ვთქვათ და ამით ამ ნაწილს მორჩებით, ხო, აი ამ ბავშვის სოციალიზაციის პროცესში ძალიან ბევრს საუბრობენ ხოლმე ამ სარკისებრი ნეირონების როლზე და რეალურად როგორია ამ ნეირონების როლი მეტაცენეთ შესავალში რომ დაახლოებით 90-იან წლებში ნახეს თუ არ ვწდები იტალიელი ნეიროფიზიოლოგები იყო რომელსაც აღმოაჩინეს ზურა ხედავთ როგორ არის დასწავლის 5 ფორმა არსებობს ნეიროფსიქოლოგიაში და პირველადი ფორმა არის იმიტაცია ანუ იბაძვა ხო ამისათვის აუცილებელია სწორედ ეს სარკისებრი ნეირონები ანუ გავიმეორო ის რასაც ხედავ იმიტომ რომ არც ერთ არსების პირმშოს არანაირი სხვა შანსი არ აქვს რომ რამე ისწავლოს იმიტომ რომ არც ერთი ძუძუმწოვარი არ დადის არც ბაღში არც სკოლაში არც კოლეჯში არც ერთს არ აყავს ბებია მამიდა და ასე შემდეგ აღზრდელი და რაღაცეები მას ხავს მხოლოდ დედა ანუ ძალიან მარტივად იმეორებს ძედის ქცევის მოდელს და ამით სწავლობს მისთვის ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს გადარჩენას. გამიგეთ? შესაბამისად, სარკისებრი ნეირონების გარეშე გამეორება, ანუ იმიტირება ქცევის არ მოხდება. ხო? ეს თანდაყოლილად არის, რა თქმა უნდა, მე შემდგომში ვითარდება, თუმცა მე სარკისებრი ნეირონების საშუალებით ნასწავლ ქცევას მერე ჩვენ ვაკორეგირებთ, ვასწორებთ ან გადავასხვაფერებთ, მაგრამ საბაზისოდ ეს უნდა იყოს. ჯერ უნდა შემეძლოს სიარული, რომ მერე სიარული გავასწორო ან ბეირეკით. მიხვდით ხო? ანუ ჯერ ფუნქცია უნდა იყოს, რომ მერე ფუნქციის გაუმჯობესებაზე ვიზრუნო. კი ბატონო. ხო, ნუ ესეთ ბაზისურია, ნუ განვითარების ეს აუცილებელია ეს არის, ხო, აი ესე ვიწყებს სწავლას, იმიტომ რომ სინამდვილეში ხო ეს მაუგლი ბავშვები ხო არ არსებობენ. ვიმე, ეს სიტყვა ძალიან გთხოვთ ჩემთან არ აქვს, იმ მაუგლიზე ვამბობ რა, მულტფილმში ვინ მაუგლიც არის. არ არის, ხო, კიპლინგის მოგონილი რაღაცა. სინამდვილეში არ არსებობს, ხო, შეუძლებელია იყო ისტორიულად რა, ვიქტორი ავერნიონიდან იყო, მერე ამილა და ტამილა ბენგალის ტყეში იპოვეს ესეთი, ეს პირველი იყო 1798 წელს იპოვეს ფრანგმა მონადირეებმა 4 წელი ვერ იჭერდნენ და ბოლოს ძლივს დაიჭირეს ბიჭი რომელიც დახვდა ხეებზე. ნუ იაბარეს მე იტარდი იყო ესეთი ინტერნი ექიმი რომელსაც უნდა ესწავლა ამისთვის და ორი სიტყვა ისწავლა. ოდიე ანუ ღმერთი და ლელე ანუ რძე. 26 წლის 28 წლის ასაკში გარდაიცვალა პნევმონიით. ვერაფერი ვერ ისწავლა. შესაბამისად 2014 თუ 12 აღარ მახსოვს ზუსტად თარიღები ძალიან ბევრმა ფსიქიატრმა, ნეიროფსიქოლოგმა, ფსიქოლოგმა, განვითარების ფსიქოლოგმა, ნეიროფიზიოლოგებმა საბოლოო ჯამში დაასკვნეს, რომ ეს მაუგლის ფენომენი არის ღრმა აუტისტი ბავშვები, რომელიც ოჯახს არ ჭირდებოდათ, იმიტომ რომ სოციალურად გამოუყენებელია. ამიტომ არ მიატოვებდნენ, ან თვითონ იკარგებოდნენ, იმიტომ რომ მათ არ ქონდათ გარემოს და
ირგვლივ ძალიან ხშირ შემთხვევაში შიშის ფენომენები არ ქონდათ და მივხვდით ხომ და ამიტომ თვითონ იკარგებოდნენ რა თქმა უნდა ნადირი ამას ჭამდა და თუ გადარჩებოდნენ ზუსტად იგივე იმიტირებული ფორმით ანუ საბაზისო გადარჩენის ფორმით აკეთებდნენ იმას ნუ ხიდან ხეზე დაცული იყო ვიდრე თქვათ მიწაზე. ამიტომ სიტყვა მაუგლი, რომელიც ხალხს ესმის რაღაცა განვითარების ფორმებად, პირიქით არის დაღუპვა, იმიტომ რომ მაუგლი არც ადამიანია, არც მგელია. კიპლინგის მიხედვით, ვერც იქ არის და ვერც იქ. იმიტომ რომ თუ გახსოვთ კიპლინგის მიხედვით ის მაუგლი ნახავს ვიღაც გოგონას სოფელში და იმასაც არაფერი არ გამოუვა, იმიტომ რომ ადამიანური ქცევის მოდელები არ ქონია. ხო, ეგეთი ხო ანუ ეს მაუგლის მაგალითი ისეთი მაგალითია ხოლმე რა, რომ შეიძლება კარგი გაგებითაც ქნა თავის დროზე ეს ახლა კარგი მულტფილმია და ასე შემდეგ, მაგრამ მე მულტფილმი სხვა რამე აკავს და ბავშვზე დამოქმედება თუ გამოტოვებ მე არა გვაქვს მაგალითი, რომ ამისი აღდგენა კი არა და როგორც არის განსაკუთრებით მეტყველებით განვითარებაზე, რომელიც ადამიანისთვის სოციალური ქცევის ფუნდამენტია. აბსოლუტურად ვერც ერთ სხვადასხვა ამაზე სხვადასხვა ისინი ჩატარდა ასე ვთქვათ ცდები არაჰუმანურიც ჰუმანურის და ყველგან ერთ მნიშვნელოვანი იყო რომ არანაირი განვითარება მერე ვეღარ მოხდება. კი ბატონო ბაკურ, ახლა ჩვენ დღეს რამდენჯერმე უკვე ვახსენეთ აი ეს დაშინებითა და შიშით ეს მომენტი მოხდა აღზრდის პროცესში. არ ვიცი ხა დღეს კიდე რამდენად აქტუალურია, იმდენად აქტუალური არის ისევ თუ არა როგორც მაგალითად მე რო ბავშვი ვიყავი. ახლა მაშინ თითქმის ნორმალიზებული იყო ეს დაშინებით და ეს ბუა მე მგონი დღეს არავინ აღარ ხმარობს, მაგრამ იმ პერიოდისთვის ახლა მithყიყურებენ ხო შედარებით უფროსი ასაკის ადამიანები მიხვდები არასდროს ლაპარაკობ. იცით რამე და რომ ახსნათ რომ რეალურად ეს აი ამ ბიოლოგიურ დონეზე იქ ამიგდალაზე შემდეგ რა გავლენას ახდენს შიშის მომენტი ბავშვის ადრეულ განვითარებაში. კი, ჩემო კარგო, კი, რა თქმა უნდა, უყურეთ როგორ არის. ნებისმიერ ასას ხავდა თავის ბუა. ხო? ეხლა მაგალითად ხშირად გამიგია რაღაცა ქენი, თორე პოლიცია მოვა. ხო? თანამედროვე ბუა. რაღაცა, ხო, ნებისმიერ ასას ხავდა თავისი რაღაცა, იყო დევები, იყო რაღაცა მაჯლაჯუნები, რაღაცები, ეშმაკები და ასე შემდეგ, ხო? ან კიდე მეორე მომენტია, იცოდე რაღაცა ჭამე, თორემ ექი მოვა და ნემს გაიგეთებს. რა თქმა უნდა, ბავშვს უყალიბდება აბსოლუტური ნეგატივიზმი აი ამ მოცემულობების მიმართ, თუნდაც ექიმის მიმართ და თუნდაც პოლიციის მიმართ. ამ დროს პოლიციელი პირიქით დაცვის სისტემა, ხო, პოლიცია რატო შექმნა ადამიანმა? დაცვის არის, ხო? ჯარისკაცი რატო არის და დაცვის არის და როგორ შეიძლება ის ჩაუდო თავიდანვე ნათქმა. და რაც თავარია, ესე იგი, ექიმთან ურთიერთობა დაყვანილია ტკივილზე და არა პირიქით, შვებაზე, პირიქით, ამას ხო იმახსოვრებს ეს. გამიგეთ? ეხლა რაც შეეხება წეღარად ბრძანებთ, ხო? უყურეთ, ნერვული სისტემის ერთ-ერთი ნაწილი ავტონომიური ნერვული სისტემა, რომელიც ორი ერთმანეთისგან საბალანსო სისტემებისგან შედგება, ხო? ვთქვათ სიმპათიკური, პარასიმპათიკური, ხო? სიმპათიკური ადრენალინთან არის, პარასიმპათიკური აცეტილქოლინთან და კიდე რაღაც ნეიროტრანსმიტერებთან. ეს ორი სისტემა მუდამ ურთიერთბალანსშია. ხო? აი ამ წუთას მე და თქვენში სიმპათიკური ნერვული სისტემა პრევალირებს, იმიტომ რომ ჩვენ ამ წუთას დაცულ გარემოში ვქმნით რაღაცას. ანუ ვაკეთებთ. ოღონდ გაქცევით და თავდასხმით კი არა, მოსვენებულ მდგომარეობაში. ხო? მაგრამ წეღანდელის არ იყოს საკმარისი ეხლა თქვათ, რაღაცა ჩამოინგრეს მიწა შეიყეს, ჩვენ ამას არ გავაგრძელებთ, იმიტომ რომ ეს იყო გადარჩენისთვის. ანუ იმ შემთხვევაში სიმპათიკური ნერვული სისტემა გადარჩენის ეფექტით მუშაობდა. როდესაც დაცულად ვართ, მაშინ კრეატიულობისთვის, ანუ ქმნადობისთვის რაღაცას ვაკეთებთ. ზუსტად ასევე არის ბავშვიც, ხო? და მეორე პარასიმპათიკური ნერვული სისტემა არის ძირითადად აღდგენის კეთილდღეობის, მოსვენების, სიამოვნების, ხო? იმიტომ რომ არ შეიძლება ომში მოსვენებული იყო, არ შეიძლება ომში სიამოვნებით იყო, ხო? შესაბამისად ეს ორი სისტემა მუდამ
ბალანსშია. იმ შემთხვევაში, როდესაც ძალიან დიდია, თქვათ, დაშინებითი, აკრძალვითი ნეგატიური ფსიქოტრაუმების ვარიანტი, მაშინ ორგანიზმი, ანუ ტვინში გაცილებით მაღალია სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივობა, იმიტომ რომ მუდამ დაცული უნდა ვიყო, მუდამ ყურადღება არ უნდა მოვეშვა. გამიგეთ, რა თქმა უნდა, ის სტრუქტურულად ცვლის მერე ისეთ თქვა სტრუქტურებს, ანუ ეს არის ეგრეთ წოდებული ლიმბური სისტემის სტრუქტურები, რომელიც ერთ-ერთ თქვენ ახსენეთ ამიგდალა, თუმცა მარტო ამიგდალა არ არის, იქ უამრავი რამეა, მთელი ციკლია, ასე თქვა, მთელი ქსელია სტრუქტურებისა, მათ შორის კერქვეშა პირთები, თავის ტვინის შუბლის წილი, იგივე საფეთქლის წილი, ნუშსებრის სხეული, ნათხემი და ბევრია მივხვდით ხომ, ეხლა არ არის ის პოზიცია, სადაც ამის დეტალიზაცია საჭირო. რა თქმა უნდა, სტრუქტურულად იცვლება, ხო? სტრუქტურული ცვლილებები, ანუ წარმოიდგინეთ ეხლა ადრენალინი ძალიან ხშირად გამოგვდის, ჩვენ ელემენტარულად ეხლა მე დავაბრახუნოვცებ რომ შეგხვდებით ეს ადრენალინის ეფექტია გარკვეულწილად, მაგრამ მუდამ რომ აბრახუნებთ, ადრენალინი ძალიან მალე იშლება. მაგრამ არის კორტიზოლი, რომელიც საკმაოდ დიდხანს რჩება ორგანიზმში და მუდამ დაჭიმულ, დაძაბულ, მუდამ შიშმოლოდინ მდგომარეობაში გვამყოფებს. ანუ ეგრეთ წოდებული შფოთვით მდგომარეობაში, მივხვდით ხომ? რა თქმა უნდა, ამდენი ხნით, ანუ დიდი ხნით გაგრძელებული ესეთ მდგომარეობა სტრუქტურულ ცვლებსაც იწვევს და ეგრეთ წოდებულ ფსიქოსომატურს, ანუ შინაგანი ორგანოებისა და ჩვენი კუნთოვანი სისტემის ცვლებასაც იწვევს, იმიტომ რომ მოშვებული კუნთოვანი სისტემა და დაძაბული კარდინალურად ერთმანეთისგან განსხვავდება. ხო, მერე იცვლება პოზები, იცვლება სიტუაციები, იცვლება მანერა, ხასიათი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ადამიანი საბოლოო ჯამში სომატური ჯანმრთელობის, ანუ ფიზიკური ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას. აბსოლუტურად, იმიტომ რომ ორგანიზმს აქვს რაღაცა მარაგის, რაღაცა ზღვარი. მუდმივი გამოფიტვის ფენომენი, ხო? ხომ იგივე აი სელიეს სტრესის სისტემაში სწორედ ეს არის რა რეაქცია, ხომ? რეაქცია ორგანიზმისა და შემდგომში თუ ეს დიდხანს გრძელდება, უკვე მერე იწყება გამოფიტვა. ხომ? ამ გამოფიტვას საბოლოო ჯამში მივყავართ რაღაც დეფიციტამდე, ამას მოყვება თუნდაც იმუნური დეფიციტი და მერე ავადობა და ავადობის ფინალი მოგეხსენებათ სავალალოა ძალიან. ანუ ეს სისტემა როცა აქტიურია და მუდმივად სტრესის და საფრთხის მოლოდინში ვარ, ჩემი შემოქმედებითობა იქ ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმატებით განვითარდეს. თავისთავად, იცით, ეს მოძილობაში წესია ბატონო. მოძილობაშია ძირითადად, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში წეღა რაც გითხარით, რა ეს ადრენალინი, ეს არის თირკმეზე და ჯირკვის ფუნქცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა და განლევა ხდება მისი, ანუ გამოფიტვა, ხო? იმიტომ რომ ძალიან დიდი როგორ გითხრათ, განლევისა და მოთხოვნის ხარჯზე ძალიან დიდი, ანუ მოსვენების ფენომენი, ადგენის ფენომენი ნაკლებია და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მერე ეს იმუნურ სისტემაზე მუშაობს. რაც შეეხება ქმედებას, ხომ? არსებობს ეგრეთ წოდებული ექსტრემალური ვარიანტები, როდესაც ადრენალინი გჭირდება, რომ რაღაცა გავაკეთოთ. ეს სხვა რაღაცაა, მაგრამ მუდმივ ექსტრემალში ყოფნა გეუბნებით მე. კი. და აი ეს პროცესიც აი როგორ ყალიბდება, აი ეს პირობითად რომ ეს ჯანსაღი შიში დავარქვათ, ხო? რაც ეხა ჩვენი ინსტინქტებიც არის, მე დასწავლილი ქცევებიც არის და ასე შემდეგ. ეს ხო ცოტა ალბათ აბსტრაქტული წარმოდგენების ჩამოყალიბებასთანაც არის დაკავშირებული, ხო? აი რატო არ გადახტება ვიღაცამ მეათე სართულიდან ეს გამოცდილება ხო არ აქვს მას. მაგრამ ნუ ამის შიში არსებობს და ამის საფუძველი რაღაცა. უყურეთ როგორ არის შიში ბიოლოგიური ფენომენია, მაგის გარეშე არ შეიძლება გადარჩენა. წარმოუდგენელი, ხო? ელემენტარულად. მეათე სართულიდან არ გადმოხდება, თუმცა გადამხტარია ორმოში. 9 მეტრიან ორმოში და იცის ვარდნა. თუმცა ერთხელ ფეხი დაუწდა კიბეზე და თუნდაც ერთ საფეხურის ვარდნაზე საშინელი რაღაც შეგრძნებები დაიმახსოვრა. აქედან მერე ამას
გაანალიზებს, რომ ის თუ მეტრიანია, ეს მეათ სართულია და შესაბამისად იგივე სიზავს. ოღონდ პირველად თუ არ ჩავარდა იმ მორმოში, ანუ პირველად თუ არ მოხდა ეს ყველაფერი, ხო? ეს გამოცდილება მაინც უნდა შეიძლება. აუცილებლად თავი თუ არ არტყა მაგიდას, როგორ დაიხრება? ხო, ნუ ძალიან მარტივია, ვითომ არაფერია, თუმცა ეს ყველაფერი რჩება ჩვენს გონებაში და მე ამის, ასე ვთქვათ, მოდულაციასაც ვაკეთებთ, ხო? ესე იგი, თუ მაგიდას მივარტყი თავი და დავიმახსოვრე ეს მაგიდა, იგივე ვარიანტია შეიძლება მოხდეს დაბალ კარებშიც, ხო? ანუ მე ვიყიდეთ ამის მოდულაციას, თორე მაინც კარებში რო შევალ, იმასაც ხარ უნდა ავარტყა თავი რომ დავიმახსოვრო, ხო? ერთ ვთქვათ მომენტა დამახსოვრებულის მე ამის გაფრთხობა ხდება. ბატონო ბაკრო, ხო გვაქვს ხოლმე შემთხვევები, როცა აი ეს კომპონენტი განვითარების დარღვევების გამო შეიძლება არ იყოს სათანადოდ განვითარებული. ხო, აი ეს აბსტრაქტული წარმოდგენების და აი ამ მოდულაციის უნარი და ნუ გვაქვს ხო ესეთი ვარიანტებიც და შეიძლება რომ უფრო მეტი საფრთხე იყოს ამ ბავშვის გარშემო და უფრო მეტი ყურადღება ჭირდება. რა თქმა უნდა, აბარა, რა თქმა უნდა, ამიტომ უნდა შეფასება სწორედ განვითარებას, ამიტომ უნდა ყურადღებით მშობლობა სწორედ ეგ არის, რომ დავიცვათ ჩვენი შვილები და არა დავაშინოთ კაც. კი ბატონო. გამიგეთ და სწორად დავინახოთ ჩვენი შვილების უნარ-ჩვევები, იმიტომ რომ სამწუხაროდ ძალიან მარტივად ხდება ხოლმე ამის ან უარყოფა ან პირიქით აღმატება. ნუ იმის თანაჭკვიანი მყავს, ერთმა ქალბატონმა მითხრა, რომ ჩემმა შვილმა 8 თვის ასაკში თქვაო ლექსიო. ნუ კი ბატონო მეთქი, ოღონ ძალიან გთხოვთ მეთქი, თუ გახსოვთ ისე რა ლექსი იყო მეთქი ხა, ვინ იყო აკაკი იყო, თუ მეთქი ვაჟა იყო, თუ ბოდლერი იყო რა. არა ბატონო ჩემო თქვენ არ გჯერათ, მაგრამ ნუ არ დავიჯერებ, იმიტომ რომ არ შეიძლება 8 თვის ასაკში ადამიანის ტვინმა თქვას ლექსი. ხომ? ეს ამან წარმოიდგინა, რომ ესეთი კარგი შვილი ყავს, იმიტომ რომ იქ რაღაცა ფონემებით მგერების კომბინაცია ამან მიიღო ასე, იმიტომ რომ ეს ჩვენი ტვინის პროექცია არის. რა თქმა უნდა, თავისთავად მე ასე მომწონს მივხვდი, თორე ახლა ხო არსებობს რეალობა. ბატონო ბაკურ, ჩვენ აქ ერთ ეპიზოდში ვყავდა ქალბატონი ნატა, ვისაუბრობდით ბავშვის ქცევაზე და ქალბატონი ნატა საუბრობდა იმაზე, რომ აი ახლა რაც თქვენ თქვით, ზუსტად გადაჭარბებული შეფასებები აღზრდის პროცესში ისევე იწვევს პრობლემებს, როგორც პირიქით ნეგატიური შეფასებები და არასაკმარისი უკავშირის მიცემა, პოზიტიური უკავშირის ნაკლებობა და ასე შემდეგ. შემდეგ ასაოცრად ამან ჩვენს სოციალური მედიის გვერდებზე გამოიწვია უზარმაზარი გამოხმაურება. ძირითადად ნეგატიური. იმიტომ რომ ამბობდნენ რომ ეს ჩვენი მსმენელები ამბობდნენ რომ კი მუდმივად უნდა აი ამ გარემოში მაინც თუ არა უმაღლეთვით შეფასება, აბა ისე როგორ იქნება და ეს შემდეგ. მე მგონი ცოტა უფრო ხშირად უნდა ვისაუბროთ მათ შორის მაგ საკითხზე, რომ სად გადის ეს სხვარი. თქვენ რა შეგიძლიათ რო გითხრათ მაგას? იცით რა არის ეს უფრო მეტად რა თქმა უნდა ფსიქოლოგების საკითხებია და ბავშვთან ურთიერთობების აუცილებელი პირობა არის მშობლებთან ურთიერთობა. იმიტომ რომ რეალურად ეს ბავშვები პირდაპირ დამოკიდებულები არიან მშობლებზე. სამწუხაროდ ის სტერეოტიპები ზეღარ რაზეც საუბრობდით და რაც ის მათ ფსიქოტრაუმები განსტილი აქვს ბავშვობაში, იმის რეალიზაცია ხდება და გამეორება იმისა. გამომდინარე აქედან აქ უფრო ასეთი აი ოჯახურად კომპლექსურად ფსიქოლოგებთან ურთიერთობით უნდა მოხდეს ეს, რომ დავარწმუნოთ მას, იმიტომ რომ საუკუნეების განმავლობაში ეუბნეოდნენ, რომ არ გაიქცე, თორემ წაიქცევი. ელემენტარულად დავარწმუნოთ, ხა რატომ უნდა წავიქცე? ხა რამდენი ადამიანი დარბის, იქიდან ძალიან დაბალი პროცენტია თუ იქცევა, ხო, წაიქცევა. შესაბამისად იგივე ვარიანტებია სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომ როდესაც აუხსნით, როდესაც დავარწმუნეთ, როდესაც გავაგებინეთ, მე რა თქმა უნდა თვითონვე უკვე ჩამოყალიბდებიან, იმიტომ რომ ხა საბოლოო ჯამში შვილი ჩემია, გინდა მარცხენა ფეხზე დავისვავ, გინდა მარჯვენა ფეხზე, ხო? ეს მისი უფლებებია, მაგრამ აქ ლაპარაკია ცოდნით, განათლებითი და
სწორი ფასეულობითი არჩევანზე, ხო, სწორი ფასეულობების არჩევანზე ბავშვთან ურთიერთობაში. დანარჩენი უკვე მშობლების რაკი ახლა მშობლებს გადავწყვეტით ხო აი კიდე ის რაზე მინდა რომ ვისაუბროთ რომ ხშირად მით უმეტეს ჩვენი საზოგადოების კონტექსტში ასევე საუბრობენ ხოლმე ტრამვებზე, თაობების ტრამვებზე, რომლებიც გამოიარეს სხვადასხვა თაობასთან, ახლა ეს ტრამვები საქართველოს ჩვენ არასოდეს გვაკლდა და ამბობენ რომ აი ეს ტრამვებიო აისახებაო შემდგომშიო ბავშვებზე, შემდეგ თაობებზეო. ამას აქვს ეს საფუძველი, სამეცნიერო ბიოლოგიური, ნეირობიოლოგიური საფუძველი. მაგის დეტალიზაციას ვერ გეტყვით, მაგრამ ლოგიკურად თუ დაუფიქრდებით, ალბათ უნდა გქონდეს. ვერ გეტყვით, არა მაქვს მაგის ინფორმაცია, მაგრამ აი წინაგან რაც გეუბნებით, წეგან როგორ საუბრობდით, ალბათ უნდა გქონდეს. თან მით უმეტეს როცა ქცევაში გადაგაქვს ეს ყველაფერი და მე აღზაში ეს ყველაფერი ვლინდება იქნება და აი ეს ასეთი შიშებით ეს ჩამოყალიბებული უკვე როცა მაქვს ხო რომ აი შიშით ვიზრდებოდი მეშინი ექიმის უკვე და ამ შემდეგ რეალურად შესაძლებელი არის რომ ბავშვობის ასაკში ხა დიდობაში გასაგებია ჩვენ შეიძლება რომ ჩვენი ქცევა შევცვალოთ და ვაკონტროლოთ მაგრამ აი ბავშვებთან შესაძლებელია ან რამდენად იოლიანე გასწორება რა თქმა უნდა ტერმინია ეს არის უყურებთ როგორ არის წეგან ისევ ნეირონებზე ვლაპარაკობდით ხო აი ამ გახსოვთ ნეირონული კავშირები და მე ამ კავშირების შემცირება რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში ნებისმიერი ქცევის პატერნი აი ამ ნეირონების ქსელთან არის დაკავშირებული და რაც უფრო ნედლია მით უფრო დრეკადია ხო ნუ ელემენტარულად ტოტზე ვლაპარაკობთ ხო შესაბამისად გაცილებით იოლია ბავშვთა ასაკში რა თქმა უნდა მას ჭირდება სპეციალისტი ეს ქცევის ფსიქოლოგი იქნება ბავშვთა ნევროლოგი იქნება ადაპტაციური ფსიქოლოგი, ადრეული განვითარების სპეციალისტი, ასე შემდეგ ამის გასწორება რა თქმა უნდა შესაძლებელია. კი ბატონო. აუცილებლად მშობლებთან ერთად ურთიერთობით, იმიტომ რომ არ შეიძლება ხა ნახევარ საათში გაასწორო და მე 24 საათი კიდე იგივე მეორდებოდეს. და ერთი კითხვა ხა რომელიც რომ არ დავსვათ არაფრით არ იქნება თქვენს ალბათ უამრავ პრობლემას ხედავთ რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული ამ გაჯეტებთან ეკრანებთან და ხშირად საუბრობენ რომ ეს არის სერიოზული პრობლემა და დღეს ვხედავთ რომ სოფლიოში სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა ქვეყანამ უკვე დაიწყო აკრძალვებიც შეზღუდვების დაწესება და ამ შემდეგ და თქვენ როგორ აფასებთ ამას ჩვენს გვაქვს ეს პრობლემა სერიოზულად რა თქმა უნდა არის იმიტომ რომ სადაც ეს ნიფთი არსებობს იგივე ნებისმიერ ტელეფონი გაჯეტი რაღაც არ აქვს მნიშვნელობა იქ თავისთავად მოხდება მისი რეალიზაცია თუმცა ახეთ ზურაბ როგორ არის არც ერთი ბავშვი არ იბადება ტელეფონით ტელეფონს აჩვენებს მშობელი და ტელეფონს აძლევს მშობელი რომ განთავისუფლდეს ბავშვისგან საკმაოდ მწარე რაღაცებს ვიძახე ხა თუმცა ესეა მიხვდით იმიტომ რომ სათამაშო მოიგონა უფროსმა რომ მივცეთ ბავშვს და დავაკავოთ ბავშვი ანუ ჩვენ განთავისუფლდეთ მიხვდით შესაბამისად უყურეთ გაჯეტურ სისტემაში ბავშვი ძალიან იოლად პოულობს როგორ გითხათ გართობა იმდენად არ არის რამდენადაც ინტერესის ფენომენი იმიტომ რომ სწრაფად მოძრავი ობიექტებია ამას დავარქვა თამაში და ასე შემდეგ ნებისმიერი ფორმით რა უბრალოდ სამწუხაროდ ყველა იძახის რომ იქ რაღაცა აგრესიული თამაშებია რაღაც თუ დავაკვირდებით ბავშვობაში ეზოში რასაც თამაშობდით ყველა თამაში აგრესიული იყო ზოგიერთ ცოტა სასტიკეთ სასტიკი ერთი უნდა დამალულიყო მეორეს უნდა ეპოვნა დაფიქრდით არა დამალვა რა არის გაქცევა და პოვნა რა არის შეჭმა იმ ბიოლოგიური თვალსაზრისით ხო ანუ ბაზისური ინსტინქტებზე რა თქმა უნდა მიხვდით ხო უბრალოდ იმას დამალობანაც ვეძახდით რაც შეეხება მოქმედებას ამათი ხო ბავშვის განვითარება თავისთავად რა თქმა უნდა ეს აღარ ხდება როგორ გითხრათ ბუნებაში თავისუფალი არჩევანის ვარიანტი და რაც თავარია
დაჯილდოების ფენომენში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია twinისთვის, ხო? დოფამინი ასეთი ნეიროტრანსმიტერია, უყურეთ როგორ არის, თუ წააგებს, თავიდან იწყებს და ისევ თამაშობს. არაფერი ქცევაში არ ხდება, იმიტომ რომ ეზოში და იქ რაღაცა თამაში თუ წააგებდი, არ ჯილდოვდებოდი. და ეს ამას იმახსოვრებ, რომ მეორე თამაშისთვის ისევ გავგეთე. იქ ძალიან მარტივად იმეორებს და პერმანენტულია. იხდით ხო? რაც თავარია თვითონ მართავს მერე ამ თამაშს, ანუ თვითონ არის დირიჟორი. მეორეც საერთოდ 2 წლამდე ბავშვს გაჯეტი აბსოლუტურად არაფერში არ ჭირდება და რაც თავარია, როდესაც ამაზე ფიქსაცია ხდება დიდი ხნის განმავლობაში, მე ხდება უკვე დამოკიდებული ამაზე. გამიგეთ? კი ბატონო. და შემდგომში უკვე ეს ბევრ რაღაც ქცევის რაღაცა აი რისკებისადმი მიდრეკილებაზე შეიძლება რომ ეს გავლენას ახდენდეს, რა კი ეს დოფამინის ესეთი ხშირი აქტივაცია გვაქვს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა იქნება, ოღონდ რა ფორმით და როგორ ვერ გეტყვით, მაგრამ ლოგიკურად აუცილებლად უნდა იყოს, იმიტომ რომ აი ამ ნეიროტრანსმიტერების, ანუ ბიოქიმიური ცვლადის, სხვა მიმართულებით, არასწორად სიტყვა ცოტა რთულია, მაგრამ ორგანიზება ბიოქიმიური თავის ტვინისა, ზურგის ტვინის აღარ ვლაპარაკობ სხვა ორგანოებზე, მიდის ცოტა სხვა მიმართულებით რა თქმა უნდა იქნება. და ბატონო ბაკურხს ამბობენ ხოლმე ესეთ რაღაცას, რომ აი მოზარდობის სხვა თინეიჯერობის ასაკი არისო მეორე შანსი. როცა ადრეულ განვითარებაში დაშვებული შეცდომები ან რაღაცეები რაც შეიძლება და უკეთესად გაგვიკეთებინა, აი ამ ასაკში შეიძლება რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს, მოგვარდეს და ეს შემდეგ. ეს რამდენად ესე არის? ჯერ საერთოდ სიტყვა გარდატეხის ასაკი, ეს არის საშინელი სიტყვა, რას ნიშნავს? კაცო, ხერო გადატყდება, მერე სწორდება როდისმე. ეს არის წარმოუდგენელი საშინელი რაღაცა. ეს არანაირად გადატეხის არ არის, ეს არის სოციალურად დამოუკიდებლობის ერთ-ერთი საბაზისო მდგომარეობა, როდესაც საბოლოო ჯამში სოციალურ დამკვიდრებას იწყებს მოზარდი. მიხდით? გამომდინარე აქედან ძალიან ბევრი ქცევით მოდელები, რომელიც იყო მის სისტემაში, მის ოჯახში, მის ირგვლივ, ამას გადააფასებს. მიხდით? თორე საბაზისო მოდელებს ის ვერ შეცვლის. გადააფასებს და შესაბამისად, ან მარცხნივ წავა, ან მარჯვნივ. კი ბატონო. აი კიდევ მაგასაკისთვის დამახასიათებელი ხო, რომ ძილის ფაზების ცვლილებაც. დიახ. თითქოს ახლა ჩვენს გავიარეთ ეგ და გარშემოც ყავს ახლა მაგასაკის ბავშვები და ვიცით რომ რაღაცა მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება ხოლმე მაგ დროს და აი რა არის ახლა ეგ 12 წლის ასაკიდან ზემოთ სიზარმაცეა ხასიათებია თუ ამას ამე ბიოლოგიური აუცილებლობა აქვს იმისთვის რომ თავის ტვინმა განვითარება განაგრძოს. იცით რა არის, საერთოდ სიტყვა სიზარმაცე ესეც მოზრდილის მოგონილია და თავისთვის ძალიან კარგი ფარია ამოფარებული ამ ფარს მოზრდილი, რომელიც ამას მერე აბრალებს, ანუ ეს არის ეგრეთ წოდებული ბრალეულობა, ხო? რეალურად ბავშვის ტვინი არ შეიძლება ზარმაცი იყოს. არ შეიძლება, იმიტომ რომ ბავშვის ტვინი მუდამ განვითარებადია, ანუ მუდამ წინსწრაფია. ტვინის შესაძლებლობებს არავინ არ ეხება, რამდენად შეუძლია ამის ფუნქციის გაკეთება, იმიტომ რომ ჩემ დროსაც და ეხლა ძალიან ბევრი მშობელი იძახის, შეუძლია, მაგრამ ზარმაცია, ხო? გახსოვთ ის? კი, როგორ არა. აგული ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი. არ შეიძლება ნიჭიერი იყოს ზარმაცი, წარმოუდგენელი ეგეთ რაღაცა. ნიჭი და ზარმაცობა ერთმანეთის ნიჭი რო დააბა, მაინც რაღაცას გააკეთებს, ხო? მაგრამ სწორედ შეფასებები მისი უნარჩვევების, თუნდაც სასკოლო უნარჩვევების. ხო? იმიტომ რომ დასაწყისში დაახლოებით პირველი 3 წლის განმავლობაში, 2-3 წლის განმავლობაში ბავშვები რეალურად ინატიფებენ იმ ცოდნას, რომელიც უკვე სკოლამდელი ჰქონდათ. ანგარიშიც იციან, ანბანიც იციან, სიტყვებიც იციან, წერაც იციან, უბრალოდ ამას უფრო, ასე ვთქვათ, ფუნქციურად უფრო სრულყოფილს ხდება. მაგრამ იქ თუ პრობლემა, აქაც პრობლემა გვექნება. ნაკლებად იქნება აქ, მაგრამ 3 წლიდან ზემოთ, ანუ მე-3 კლასიდან ზემოთ, რთულდება პროგრამა. შესაბამისად აქ იწყება უკვე მაშინ ხდება პირველად რაღაც
მიხდით, მაგრამ მშობელი ამას არ აქცევს ყურადღებას და იძახის კაცო, ეს პირველი 2 წელი მშვენიერი იყო, მერე რა მოვიდა. მერე რა მოვიდა ძირითადად ის ხდება, რომ მისი ჩვევები აღარ მიყვება პარალელურ რეჟიმში მოთხოვნებს. და ნელ ეს უცბად კი არ ხდება. ერთივე დღეს და ერთივე წელს. ნელ-ნელა ცილდება. მიხდით? მერე უყურეთ როგორ არის ეს ზარმაცია. მერე ეს ბავშვიც იმახსოვრებს და მე თუ ზარმაცი ვარ, რაღაცე მთხოვთ. ხო, ვიქნები ზარმაცია პრობლემა. ვიქნები მშვენიერი, ანუ კომფორტულ ზონაში გადავდივარ სიზარმაცით. სინამდვილეში ეს დაარქვეს ასე. გამიგეთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე სასკოლო ასაკისთვის ბავშვის ნეიროფსიქოლოგიური უნარჩვევები და სასკოლო უნარჩვევები ასევე ქვია, ხო? ამის შეფასება, ხო? ამისთვის არსებობს, ასე ვთქვათ, გუნდი, ეს არის ნევროლოგი, ნეიროფსიქოლოგი, ნეიროფიზიოლოგი, ხო? პედიატრთან ერთად, იმიტომ რომ არსებობს შეიძლება რაღაცა პედიატრიული პრობლემები იყოს და ამის გამო იყოს რაღაცები, ამიტომ ეს გუნდია, რომელიც აფასებს ამას და მე რა ვიცი, ურჩევ ყველა ამას ალბათ ხაზიც უნდა გავუსვათ, რომ ეს შეფასება ხო, აუცილებლად სკოლამდე შესვლისას გააკეთოს ეს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მე ბავშვის სწორი სოციალური ადაპტაციისთვის, იმიტომ რომ გარკვეულწილად მე თვით შეფასება მკვეთრად ქვეითდება, მე ამას მოყვება ხშირ შემთხვევაში ბულინგი, რომ ეს არაფრის მაგნისი, ეს არაფრის ცოდნია და უამრავი რაღაცები, ხო მე ხა სტატუსი. რა თქმა უნდა, ეს რომ გავაღრმავოთ, მე იმას გადარჩენა უნდა გას. ხომ გადარჩენა უნდა, ამიტომ იწყებს გადარჩენისთვის, ანუ თუ ვერ ახერხებს რაღაცა პროგრამის დაძლევას, იწყებს ამის დაძლევისთვის უამრავი საშუალებების გამოყენებას, ხო? გაიხსენეთ ზურა, როცა არ იცოდით გაკვეთილი რამდენ რაღაცებს მიგონებდით რაღაც რომ გაძრომილიყავით, ხო ეს იყო მე თქვენ სულ ესე ვარ. კი, რა თქმა უნდა. აი, ხაც ესე ვარ კაცო. ისე სტუდენტი ვარ, ნო? ამიტომ ესეთი მკაცრად ვერ იმაშვები ხოლმე ჩემ სტუდენტებს უმაგას ვეუბნები ხოლმე 26 წელია სტუდენტი ვარ 26 გადავმოლა ისეთ ვერაფერს გააკეთებთ მე რო არ მაქვს მეთქი მინიმუმ გაფიქრებული რომ გამეკეთები კი ბატონო ხო ეს ხაზი ესე მუშაობს ხო რა ანუ ადრეული განვითარება შემდგომში ეს აი უბრალოდ ამ ადრეული განვითარებიდან კიდე ერთი კომპონენტი რომელიც მინდა რომ ისევ დავაკავშიროთ ეხა მოზარდობის პერიოდს ეს არის ენობრივი განვითარების ნაწილი იმიტომ რომ იქ თუ მეტყველების განვითარების შეფერხება ქონდა და ეს ენობრივი განვითარების რაღაცა პრობლემები შემდგომში უკვე ეს ხომ ახდენს ხო აი ამ სწავლების პროცესს გავლენას მაგრამ ეხლა მეკითხოს ერთ მინდა რომ დაგისვათ ეს ყველაფერი უფრო ხო ადრე იწყება ხო აი წეგან სანამ ჩაწერას დავიწყებდი თქვენ ასევე ახსენეთ საწოვარა კი რა თქმა უნდა ხო აი ამაზეც რომ მოკლედ გითხრათ აი რატო არის ეგეთი მნიშვნელოვანი ეს ყველაფერი პირველი ინსტინქტები ბავშვის დაბადებიდან და შემდგომ ნაბიჯ როგორ მივდივართ და რეალურად ეს რომ მხოლოდ პირის ზღვა არ არის და რეალურად ტვინის არის მთელი სხეული. იცით როგორ არის ახლა წეგან თქვით ჩვენ წოვა ეს არის ინსტინქტი თანდაყოლილი ძუძუმწოვარი დააკვირდით სიტყვას რა ძუძუმწოვარი ძალიან მარტივა და ძალიან სრულფასოვნად არის მთლიანად მთელი არსი ამისა ხო ანუ ძუძუ უნდა წოვოს ვარაუდი კი არ არის ეს ინსტინქტია ხო თევზმა უნდა გაცუროს ძალიან მარტივია შესაბამისად როგორც კი ხდება აი ამ სისტემის დარღვევა ხო ერთ-ერთი არის თქვა იგივე ხელოვნური კვება რაღაცეები და მათ შორის მატყუარას ფენომენი რომელიც საწოვარას ვეძახით ხო სინამდვილეში არის მატყუარა დამოკიდებული რაც მიჯაჭვულობაზე ვისაუბრეთ გახსოვთ ნდობა უნდობლობა იმიტომ რომ წოვას უნდა მოყვეს ლუკმას უნდა მოყვეს ხლაპო ძალიან მარტივია ხო სხვანაირად წოვა არ არის რისთვის მოვწოვო თუ არ ხო ეს არის ინსტინქტია მიხვდით ამიტომ ნელ-ნელა თავის ტვინში მათ შორის წეგან ვახსენეთ ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაში რომელიც უზრუნველყოფს თქვა კუჭნაწლავის ტრაქტის გამართულ მუშაობას იმიტომ ჩვენ როგორც კი ვხედავთ საკვებს მაშინვე იწყება ნერწყვის გამოყოფა კუჭის სვენის მობილიზაცია და სხვა ფერმენტული მობილიზაცია იმიტომ რომ გამზადდეს უკვე სისტემა საკვების მისაღებად, ხომ ესეა?
ეს ინსტინქტებია, პავლოვის ინსტინქტი, იცით ხომ ყველამ, ხო? შესაბამისად, როდესაც ხდება ხშირად აი ამის ჩანაცვლება დესენსიტიზაცია ქვია, ანუ ის ჩამოყალიბებული სისტემა, რომელიც არსებობს, იმის როგორ გითხრათ, დაჯილდოება არ ხდება. ხო, იმიტომ რომ საკვების მიღება ჯილდოა. არ ჯილდოვდები. და შესაბამისად, ეს ძალიან სიღრმისეული ინსტინქტი იმას კი ვერ მოშლი. სახეს იცვლის. ინსტინქტს ვერ მოშლი. არ შეიძლება ეხლა მოგიშალოთ თვალების ხამხამი, ნუ. აბატია თუ არ დაგიწებეთ თუ რაღაც შეგიკარით, ვერ ინსტინქტია. ოღონდ სახეს იცვლის, გამიგეთ რას გეუბნებით და შესაბამისად საარტიკულაციო აპარატი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მეტყველებისთვის, პირველადი პრიმიტიული ორალური, ანუ პირისმიერი რეფლექსების როგორ გითხრათ, ალაგება კი არა, ამ რეფლექსებზე შემდგომი ნასწავლი რეფლექსების დალაგება არასწორად ხდება. გამიგეთ? და ეს რა თქმა უნდა, ბევრ რაღაცეებში, მათ შორის კუჭნათლავის ტრაქტი საიქნება თუ მეტყველებით აპარატის განვითარებაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს. ამიტომ არსებობს ესეთი ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ მეტყველების რაღაც პრობლემები, თუ სხვადასხვა პრობლემები მეტყველებისა, პირველადად ეძებენ ხოლმე პრიმიტიული რეფლექსების აქტივობას. თუ პრიმიტიული რეფლექსების აქტივობა შემორჩენილია, ის უნდა შევაჩეროთ და ავტომატურად გაუმჯობესდება ეს ყველაფერი, ეს ერთ-ერთი მიდგომის ვარიანტია. მაგრამ თავისთავად რომ მოქმედებს, რაც უნდა მაგას ლაპარაკი. პლუს კიდევ, გახსოვთ ჩვენ ვილაპარაკეთ მინჯაჭულობისთვის ნდობა უნდობლობა. ხო? მე მონდობილი ვარ თქვენზე, რომ თქვენ უნდა მაჭამოთ. მაგრამ მაძლევთ ჭამის იმიტაციას, ოღონდ საჭმელს არ ჭამ. რა თქმა უნდა, თანდათანობით მე თქვენდამი ნდობა იქვე იწდება. და ნაცვლად იმისა, რომ ვიყო მონდობილი, ანუ 7 წყნარი და გახსოვთ როგორ გითხარი, სიმშვიდესე კრეატიული, ანუ ქმნა რაღაცა, ვიწყებ თავდაცვას. იმ დროს, როცა არ უნდა მჭირდებოდეს. როცა არ უნდა გჭირდებოდეს. კი ბატონო. ბატონო ბაკურ ბოლო შეკითხვა უნდა დაგისვათ. იმიტომ რომ თქვენ ვიცი რომ ამ თემაზე, დისერტაციაც ამ თემაზე გაქვთ დაცული, ეს არის საციობა. მე მგონია, არ ვიცი, შეიძლება ვცდები ამ წარმოდგენაში, რომ ინფორმირებულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩვენ საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით და რაღაცა პრობლემად აღარ არის აღქმული ეს საციობა. თუ ასე არ არის, მე შემისწორეთ. მაგრამ მე მყავს მაგათად მეგობარი ნანჩის მოგითხვა, რომელიც თავის დროზე ეგ გადააჩვიეს ასაცქვია, ხო? აიძულეს. ხო, ამისი ეფექტი რა არის ხოლმე? ან რატო არ უნდა გავაკეთოთ ეს? აი ეს ახლა კიდევ რომ ერთხელ მივმართოთ ჩვენს მსმენელს. ნუ უყურეთ, ან იქ არასწორად ვიცი და. არა, სწორწანეთ, რა თქმა უნდა, ინფორმატიულობამ თავის იქნა, ხო? ანუ საზოგადოებრივ განათლებამ თავის იქნა, თუმცა ძალიან კარგად ისევ შემორჩენილია, როგორც თქვა, რუდიმენტებად ესეთი ვარიანტები, რომ იცით როგორ არის, ეს რთული ფენომენია, საერთოდ სიტყვებს რო დავაკვირდეთ რა, გამარჯვება, ხო? მარჯვენა, მარჯვე კაცია, დამარცხდა, მარცხი მოუვიდა, მარცხენა და ასე შემდეგ, ხო? ამას არ უფიქრდები და სინამდვილეში უკვე სტიგმა, რომ მარცხი ახლა ვის მოწონს მარცხი? გამარჯვება, რა თქმა უნდა, რაც ყველას მოწონს. გამიგეთ რა დინარეთ. აქედან გამომდინარე, მაინც არის ხოლმე ეგეთი რაღაცები, რომ ბევრჯერ ვთქვამთ, რომ არა, ცაცია არ უშლი, მაგრამ რა იცი, ვეუბნები, რომ უმჯობესია მაინც მარჯვნივ, ხო? საბოლოო ჯამში ვერევით იმ ნეიროსტრუქტურულ მდგომარეობებში, ნეიროფიზიოლოგიურ მდგომარეობებში, რომელიც twin-თან არის დაკავშირებული, ეს აბსოლუტურად არაფერ კავშირში არის არც ხელთან და არ ფეხთან, იმიტომ რომ ჩვენი კიდური, ჩვენი ტვინის იარაღია რაღაცა ქმედებისთვის, რაღაცა საქციელისთვის, რაღაცა მოძრაობისთვის. მიხვდით ხომ, რომ არა, ცენტრალური ნერვული სისტემა, ანუ თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ამას არაფერი გაგიგიათ ალბათ დამლების ფორმები და ეს ყველაფერი არის ნეირონული უზრუნველყოფის, ანუ ნერვული იმპულსის
არ მისვლა, ანუ არასწორად მისვლა, როდესაც კიდური კარგავს თავის ფუნქციას. შესაბამისად, ნებისმიერი ზეწოლები აიძულებს თავის ტვინს არასწორი, როგორ გითხრათ, მისთვის მიუღებელი რაღაც ბმები, ანუ კავშირები ჩამოაყალიბოს, ამ დროს უკვე აქვს. და რატო უშლით იმას ხელს, როცა მშვენივრად არის, ხო? აღარ ვლაპარაკობ უამრავი, ასე ვთქვათ, სოფლიოში ცნობილი ადამიანი იყო ცაცია და არის კიდევაც ახლა ცაცია. სხვა შორის ადრე მახსოვს ტელევიზიაში გადაცემას ვეღავით რაღაც და პირდაპირ ეთერი იყო და მკითხვები შემოდიოდა. მაშინ იყო სწორედ საუბარი, რომ ახლა ძალიან ბევრი გენიალური ადამიანი ცაცია იყო და ამაზეც ბევრი რაღაც შეხედულებები იყო და ვიღაცა მამაკაცი ეკავს 65 წლისავარო ამდენი წელია ცაცია, მაგრამ ვერაფერი გენეალოგია ვერ გენიოსობა ვერ ვიპოვე ჩემ თავში და არ არის აუცილებელი გაცნობა. მიხვდით ხო? ერთი მეორეს აუცილებლობას კი არ ნიშნავს. უბრალოდ გამანებოთ მიუშვათ რაც არის და ძალიან კარგები იქნებიან, იმიტომ რომ არ მოხდება ზეწოლა მათზე. კი ბატონო ბაკო, თუ გაქვთ რამე ისეთი მორჩება რეკომენდაცია, ხმის გაგონება ადამიანებისთვის, მშობლებისთვის, ახალგაზრდა მშობლებისთვის, ან ის ადამიანები, ვინც ახლა ოჯახს გეგმავენ და ბავშვს გეგმავენ, აი რას არჩევას მისცემთ. ხო, იცით რა არის ძალიან რთული, ახლა ძალიან მენტორული ის გამოგდის, ხო, რაღაცა, იმიტომ რომ გეგმარება სწორედ ისაა, რომ twin-მა უნდა თავის twin-ის შუბლის წილს აქვს ესეთი ფუნქცია, მომავლის მეხსიერება, რომელიც არ არსებობს რეალურად, დროსის შეუთანხმდებელი ფორმა, ანუ მეხსიერება არის წარსულის აღდგენა, ანუ რაღაცა დავიმახსოვრე და მე აღმოვადგენ მომავლის მეხსიერება, ეს არის სწორედ გეგმა. ანუ მე რო აქ მოვდიოდი, დავგეგმე გუშინ სამი რა ფორმით მოსულიყავი, რომელი ქუჩი და ასე შემდეგ, რომელსაც ეს გეგმაა, ხო? ამიტომ ამ გეგმაში გაითვალისწინონ ყველაფერი ის ნიანსები, რაც უშუალოდ მერეთ შემდგომში მათ წინ დახვდებათ. ეს არაფერი სირთულე არ არის, მათი twin-ი ამას შეძლებს და არ ჭირდება ამას ვიღაცის ნათქვამი. და კიდევ ერთი ასეთი რჩევა, რომ როდესაც რამე კითხვები იქნება, მე ურჩევს უყოლას, რომ კითხვები გაიარონ სპეციალისტთან და არა მეზობელთან, მეგობართან, რომელიც კი ბატონო მეზობელი და მეგობარი მაგაზე კარგი რა არის, მაგრამ არ არის სპეციალისტი. უბრალოდ ასე ვაფასებთ, რომ რადგანაც იმას თქვათ ორი შვილი ყავს, იმან იცის. ეს არ არის სწორი, ხო? შვილის ყოლა ცოდნას არ ნიშნავს და არც ასაკი არ ნიშნავს არანაირ ცოდნას. ხო? კი ბატონო. ყველას სიკეთეს გისურვებთ თქვენ შვილებთან, თქვენ მეუღლეებთან, თქვენ ოჯახის წევრებთან ერთად და ეცადეთ რომ ბავშვის twins მიცეთ სრული განვითარება და თავისუფლება არ შეუზღუდოთ ბავშვობა. იმიტომ რომ ბავშვობა არის აბსოლუტურად უნიკალური პერიოდი ჩვენი არსებობისა, რომელიც არასდროს არ მეორდება. კი ბატონ ბაკურ, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. თქვენ ბატონი ბაკურის შესახებ ინფორმაციას ამ ვიდეოს აღწერაში ნახავთ, მე ხშირად გვეკითხებიან ხოლმე და წინსრებით ვიტყვი. დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი ეძღვნებოდა იმას, რომ პატარა ხიდი გაგვევლო იმ ნეირონულ კავშირებსა და შემდგომში ჩვენს ქცევებთან, ემოციებთან და შემდეგ როგორი მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი. მე მგონი რომ გამოგვივიდა, იმიტომ რომ ჩვენ ამ თემაზე საუბარს კიდევ გავაგრძელებთ და განსაკუთრებით ადრეული განვითარების ეტაპებს უფრო დეტალურად გავივლით ბავშვთა ნევროლოგებთან ერთად. თქვენ უყურებდით და უსმენდით ჯანსაღ დიალოგს. ძალიან დიდი მადლობა. მომავალ შეხვედრამდე.